ვიცით რომ მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა ამ დროს მოხდა სულის შემდგმელი იყო და ნახდათ ყველაზე გული და აი ნახდათ რომ ყოველგვარი ანგარების გარეშე ვინ წავიდა ეს იყო ინგლისის მეფე რიჩარდ ლონგული ფილიპ ავგუსტიც იყო და ეს ავსტრიელი ლეოპოლდ მეხუთე ავსტრიელი გარდა ხელი შეშლისა არაფერი არ გაუკეთებია ფაქტიურად რიჩარდ ლონგულისთვის აიღო იაფა რაღაცები სალადინი მაგარი ღირსეული პიროვნება იყო ნახდათ შეეძლო რომ მაგარი იაფა რო აიღო ამ დროს მისმა ძმამ გადატრიალება ადგა დაბრუნდა ესე იგი რომელი წლები 1187-ში ხო იყო 99-92 წელში ეს ჯვაროსნული ლაშქრობა მოდი რა ნუ დაგვავიწყდება რომ რამოდენიმე წელიწადში ჩვენ ქონდა შამქორი ხალიფის დროშა და თამარ მეფემ კაროჩე ყუდით ქვა ასროლიდეს 200,000-იან კოალიციას ქართველებმა რა შვაში იყო აქ ჯვაროსნები და რაც თავარი ჩვენ ვიცით რომ ბასიანი 1203 წელს იყო და მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა იყო ზუსტად 1004 წელს ლაშქრობა კონსტანტინოპოლი ეიღეს გაძარცვეს განადგურეს მოსპეს პირველ დღეებში 2000 მართლმადიდებელი ამოშუშეს და შემდეგ ლათინურ ესე იგი იმ დროს 1203 წელს როდესაც ანხელა კოალიცია ჩვენ ვებრძოდით მართლმადიდებლები ქრისტეს ძულს ვიცავდით ევროპელი ჯვაროსნები გაათრებით უტევდნენ მართლმადიდებლების სოფლიო მართლმადიდებლობის წელს კონსტანტინოპოლს აიღეს განადგურეს გაძარცვეს მთელი ქანდაკებები და ამ დროს კიდევ ვინ იყო ერთ-ერთი სულის შემდგომი ეს რა ახვალ რას ამბობ თუ ჩემი ძმა ხარ მეოთხე ვენეციას მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად მეოთხე დავამთავრებ ამას ენრიკო დონდოლი იყო ეს დონდოლა ერქვა ვენეციის დოშ და ხანდაკებები მოიპარეს იქიდან რაღაცა და მაღაზია წამეიღეს და იქ დააყენეს და შემდეგ ვითომ წამოდგა ისევე დაბრუნდა ბიზანტიის სამეფო იმის შემდეგ წელში ვეღარ გაიმართა ამან გამოიწვია შემდეგ 1453 წელს რომ კაროჩე მეხვედ მეორემ რო აიღო ისა განადგურეს მართლმადიდებლობა და ეს ორი რას გველაპარაკება ჩემამდე არ დადის ნო რა გინდოდა გეთქვა ბოდიში რა მინდოდა ერთი ბოდიში შენთან და ბოდიში ერთი გუბაზას დედაც მოუთხან სიმართლე გითხრა რა თავისი დავბაშვიდი ბაბუამისი იყო და ჩამშვები და ნაბოზვარი და წყალწაღებული და ჩათლახი ღორის ჯიში თვითონ არის და ღორის ჯიში და ჯილაკი მამა ზვიად გამსახურდიას მოღალატეს უძახოდა საქვეყნოთ მოღალატიაო პრეზიდენტიო გეიქცაო და ამაზე რო გეკითხა იგი მარჯვენა ხელი იყო და გვერდში ედგა ზვიად გამსახურდიას და დამოუკიდებლობაზეა ხელი მოწერილი მაგრამ ის ერთი ბოდიში განდონი მამამისი და განდონი გუბაზა ერთი ხომ არა აი ის პატარა ქვეწარმავალი რო ყავთ ის ახლა პატარა გუბოზიჩი როა ისა სუფთა ღორის თესლი აი იმნაირი არ შექმნილა ჯერჯერობით და დედამამის რომ შულის ჯობდეს მამასაო ზუსტად მაგ ბოზონაში აჯობდება ისეთი მე არ მიყვარ ახლა განათლებულ ადამიანთან როცა ვლაპარაკობ არ მიყვარს ლაძღაგინება მაგრამ იმნაირი ადამიანები ახსენი ახლა შენ წყდება თან ქუთაისში ხო ახლა მეტი ვიცი იმიტომ რომ ვიცი ჯიჯილაგიანად ვინ იყვნენ ქუთაისში ეგენი ხო და რაშია საქმე იცი სხვათა შორის მაგათ წარმომავლობაზეც არ ამბობდნენ რომ ქართული წარმომავლობა აქვს ეს ერთი და იმას რომ მქონდა მამის რო მქონდა წიგნი დაწერილი 309 ქართული სირცხვილიო 300-ე იყო თვითონ 311 არის გუბაზა და 312 არის მისი ნაბოზვარი შვილიშვილი ესენი არიან დამპლების ოჯახი თავიდან ბოლომდე მოყოლებული და მაგ დედა მოტყნულს ერთი მაგი ბიზანტიის ძარცვით აშენდნენ მაშინდელი რომის პაპი და ლომბარდია და ლომბარდი სიტყვა მათე იქ დაახვავეს და კიდე